ეს არის თბილის არხი, რადიო იმედზე. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. დილამშვიდობისა 9:19 წუთი გახლავთ რადიო იმედის დილის არხის ფორმატში ვიწყებთ მუშაობას, უბრალოდ ვაგრძელებთ და ამავე ფორმატში დილის სპორტულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ ბატონ კახა გელაშვილთან ერთად. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ზაზა. შენ აგრძელებ მუშაობას და მე ვიწყებ. ხო, კარგი. არა უშოს ერთად გავაგრძელებთ უკვე. მოკლედ, რა თქმა უნდა, ჩვენ გუშინ ჩემპიონთა ლიგის მაჩები მოვიხილეთ, ახლა UEFA-ს შედეგებზე უნდა ვისაუბროთ ამ ლოგიკით, მაგრამ დავიწყოთ ალბათ ჩვენი ქართველი ტყვის მსროლელების საოცარი გამოსვლით, შესანიშნავი წარმატებებით. მარიამ აბრამიშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია და ამ ყველაფრის ფონზე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტყვის მსროლელთა გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. არც ვაჟებმა დააკლეს და ტყვის მსროლელთა ახალგაზრდული ნაკრების ისინიც ევროპის ჩემპიონები არიან. საოცარი მოანაგარი გვაქვს. 5 მედალი ქართველი ტყვის მსროლელების ანგარიშზე და მეოთხე ოქრო. ამ 5-დან 4 ოქროს მედალი. პირადად მარიამისთვის ეს არის მესამე ოქრო და საერთოდ მეოთხე მედალი, აქედან 4-დან 3 უმაღლესი სინჯის ამ ყველაფერს კი გუნდურ პირობაზე გოგონების მიერ დამყარებული ევროპის 2 რეკორდით უნდა დავამატოთ. წარმატებული ევროპის ჩემპიონატი შეიძლება ითქვა საუკეთესოა სპორტის სამ სახეობაში ჩვენთვის ახალგაზრდებში და შესაბამისად რა თქმა უნდა ვილოცავთ როგორც მარიამ აბრამიშვილს ასევე მთელს ნაკრებს სამსვლელო შტაბს სოლო ტურნირი არის ესეთი შეჯიბრება იგივე ინდივიდუალური პიროვნება ოღონდ განსხვავებულია სერიების გასროლების ოდენობით გოგონათა საკვალიფიკაციო ტურნირში 52 მონაწილე ჩაება, მათგან 16 საუკეთესო კი მეორე ეტაპზე გადადიოდა რჩეულთა შორის 2 ქართველი მოხვდა, მარიამ აბრამიშვილი და ასევე მარიამ მარშავა, მათ 25-დან 22 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები გაინაწილეს. რაც შეეხება მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს, აბრამიშვილმა აქაც წარმატებითი ასპარეზა 42 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. მარშავამ მე-7 ადგილი დაიკავა, 39 ქულა გახლდათ საბოლოოდ მარშავას ანგარიშზე. ფინალში, რაც შეეხება ფინალს, აბრამიშვილს უძლიერესი მეტოქე ხვდა წილად ბელარუსი მსროლელი ალექსანდრა პიატროვა. ნეიტრალური სტატუსით კი, ბელარუსს წარმოადგენს, მაგრამ ამ სახეობაში ნეიტრალური სტატუსით გამოდიან. ჩვენ ერთ-ერთ გამოშვებაში ვისაუბრეთ ჭადრაგზე, სადაც არ არის ნეიტრალური პირდაპირ გამოდიან რუსეთის სახელით. ეს ერთადერთი სპორტის სახეობაა. ერთ-ერთი იშვიათესი, ხო. ჯერჯერობით ასეა და რა იქნება მომავალში, არ ვიცი, ჯერჯერობით სრული ბოიკოტი რუსეთს მათ შორის სპორტში. საერთაშორისო არბიელზე და აქაც ასე იყო მოკლედ ეს პიატროვა როგორც ბელარუსები წარმოთქვამენ და წერენ ითვლებოდა გამოკვეთილ ფავორიტად თუმცა ოჩახ მარიამს 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ამ სოლო ტურნირში მან ძლია თავის მეტოქეს და მოიპოვა ეს შესანიშნავი 15-14 და ამარცხა ეს პეტროვა პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა და სხვა ძალიან ბევრი გამოსტილი და მიუხედავად იმისა რომ 19 წლისაა უაღრესად გამოსტილი და აღნიშნოთ რომ ხორვატიაში ჩატარდა წარიმართა ტყვის მსროლელთა ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატი და ჩვენ ქალთა გუნდი ვახსენეთ და ისინიც 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში გახდნენ გამარჯვებული ევროპის მასშტაბით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, შესანიშნავია ეს ტყვის მსროლელთა ქართული სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა და ასევე მანამდე ვაჟ ტყვის მსროლელთა წარმატება რომლებმაც ასევე ახალგაზრდული ნაკრები სპორტის ეს სახეობა ბოლო პერიოდია, ბოლო წლებია ძალზე წარმატებულია ჩვენთვის რა განსაზღვრავს საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა ტურნირებზე არა მარტო მონაწილეობა, მანამდე თუ მონაწილეობა იყო განსაკუთრებული, ახლა უკვე
ტიტულები მრავლად არის. იტალიაში მოფარიკავეთა ტურნირი მიმდინარეობს მსოფლიო თასი მოხმალავე ვაჟთა შორის და იქ სანდრო ბაზაძე ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის გამოკვეთილი ფავორიტი ასპარეზობს. სულ 8 ქართველი გამოდის ამ ტურნირზე. ბაზაზე განთასილთა შორისაა და ის მედლებისთვის 64 საუკეთესო შორის იასპარეზებს, ყოველგვარი წინასწარი ეტაპების გარეშეა დაშვებული. დღეს სტარტზე სანდროს მეტოქე იაპონელი, საკმაოდ ტიტულოვანი და გამოცდილი მაოკო კუბო იქნება. დანარჩენი ქართველები კი კვალიფიკაციაში ცდილდნენ ძალებს. ჩვენთაგან ჩვენებურებიდან საუკეთესო შედეგია ჩვენნა ვახტანგ გარჩვაძემ, რომელმაც ჯგუფში 5 მეტოქე დაამარცხა, მხოლოდ 1 ორთაბრძოლა დათმო, გავიდა პლეი-ოფში, სადაც ზედიზე დაამარცხა 2 მეტოქე, მათ შორის რუსეთის წარმომადგენელი მაგამედ ხალიმბეკოვი, ჩრდილოკავკასიელი 15-14, მედლებისთვის პლეი-ოფის პირველ წრეში კი უზბეკეთის წარმომადგენელი ისლამბეკ აბდაზოვს შეხვდება. დანარჩენ ქართველებსაც შეეხება შედარებით უკეთესი შედეგი ჰქონდა მიხეილ ალფაიძეს 114 ადგილზე გავიდა ის, დანარჩენებმა კი უფრო ქვედა ადგილები დაიკავეს. მოკლედ ველით არჩვაზის და რა თქმა უნდა სანდრო ბაზაძის გამოსვლას მსოფლიო თასზე. ეს რაც შეეხებოდა აი ამ ტყუის როლას და ფარიკაობას მოხმალავეთა მსოფლიო თასს, სადაც ქართველები გამოდიან წარმატებით და იმედი ეს წარმატებები კიდევ გაგრძელდება. ახლა ტყუის როლის თემატიკიდან ბურთის როლაზე გადავიდეთ. ბურთის როლა მრავალნაირია, ხელით, არა, ფეხით ბურთის როლებზე ვისაუბროთ და უშინდელი მატჩებიდან, რომელიც UEFA-ს ფორმატში წარიმართა, შედეგები არის შემდეგი. ესე იგი ლაციომ მოახერხა ზენის ძლევა 2-1, უპასუხო გოლებით მოახერხა ოლიმპიაკოსის ბარიერის გადალახვა კლუბმა, რომლისთვისაც ამ გამარჯვებას ალბათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო ოლიმპიაკოსისგან აი ესეთი ნულოვანი მარცხი ცოტა არ იყოს გასაკვირია. აიაქსი ვერ ახერხებს აინტრახტის ძლევას, ხოლო რომამ 2-1 მოუგო ატლეტიკოს. ეს არის შედეგები, რომელიც UEFA-ზე პლეი-ოფის რაუნდის ამ დროისთვის მაჩვენებელია და ჩვენ მომდევნო ეტაპებს ველოდებით ჯერ ჩემპიონთა ლიგისას ისევ და შემდეგ უკვე საფასუხო მატჩები კი იქით კვირაში გველის 3-ვე ტურნირზე. რაც შეეხება ქართველების გამოსვლას გუშინდელ დღეს გიორგი მიქაუტაძის მორიგი შედეგიანი მოქმედება, საგოლე გადაცემა მისმა ლიონმა კი სტუმრად. კი, საოცარი გადაცემა, არ ვიცი, იშვიათი ტექნიკის და ანუ გრძნობელობაც როგორი ჰქონდა იმ ფლანგისა, სადაც ფეხბურთელი არც იყო და გრძნობდა რომ ჩამოვიდოდა. კი, ანუ უცბად ვერ წარმოიდგენდი რომ ეს პასაკეტი იქ საჯარიმოში ჩაწოდება თურმე გათვლილი. განცდა იყო რომ წარუმატებელ დარტყმას ახორციელებდა. სხვადასხვა შემდეგ როგორც კი მოახერხა დაახლოებით იმავე პოზიციიდან დაარტყა როგორც ხვიჩამ გაიტანა და არ შეუთვალეს ჩემპიონთა ლიგაზე, ხო? მოჭრილი ბურთი, მაგრამ აქ მეკარე მივაშკა. 3-1 მოიგო გასვლაზე ბუქარესტის დიაუასთან და ლიონის ალიფეხით მეოთხე ფინალშია ამ ტურნირის ევროპა ლიგაზე. ისიც ვახსენოთ რომ მთავარი მწვრთნელი, როგორც ცნობილია, დისკვალიფიცირებულია ოღონდ საფრანგეთის ჩემპიონატში, თუმცა ევროტურნირებზე ამ სპეციალისტს აქვს უფლება რომ უხელმძღვანელოს თავის გუნდს. 13 მარტს გაიმართება საფასუხო შეხვედრა ლიონში და მიქაუტაძის გუნდი აშკარა ფავორიტია და ამ წყვილში მე მგონი ფავორიტის ისედაც ფავორიტი იყო გუშინდელი მატჩის შემდეგ კი ეს ფავორიტი გამოიკვეთა. რაც შეეხება წყვილის გამარჯვებულს, სტიაუასა და ლიონის გუნდში გამარჯვებული UEFA-ს ევროპა ლიგის მეოთხე ფინალში ან რეალ სოსიედადს შეხვდება, ანაც მანჩესტერ იუნაიტედს. ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთი იქნება სწორედ ლიონის მეტოქე. მოკლედ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. რაც შეეხება მეორე ქართველ ფეხბურთელს, გიორგი გოჩოლეიშვილს, მოგეხსენებათ გოჩოლეიშვილის დანიური კოპენჰაგენი მერვე ფინალურ ეტაპზე გუშინ ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდა. კი ბატონო.
საკუთარ მოედანზე დაძაბული მატჩი ლონდონელთა ფავორიტის გამარჯვებით დასრულდა 2-1 გოჩოლეიშვილის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს ერთი შეცდომაც დაუშვა ქართველმა მცველმა კერძოც კი 75 წუთზე საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა გიორგი ბურთიმ ჩელსიმ შანსი გამოიყენა და კარგი კომბინაციის შედეგად ფერნანდესმა გაიტანა მეორე გოლი 79 წუთზე მასპინძლებმა გაბრიელ პერეირას გოლით შეამცირეს სხვაობა ანგარიში შემდეგ ეს ანგარიში აღარ შეცვლილა 2-1 მცირე მაგრამ მაინც გარკვეული ინტრიგა არის საპასუხო მატჩის წინ ასე რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას რაც შეეხება მატჩების შედეგებს შენამაზე ისაუბრე აიაქსმა წააგო ფრანკფურტის აინტრახტთან 1-2 რომამ დიდის გაჭირვებით მოუგო ბილბაოს ატლეტიკს ანგარიში 2-1 ოლიმპიაკოსის პირეოს ოლიმპიაკოსის მარცხის შესახებ ისაუბრე რომის ლაციომ ჩეხური პლზენი და მარცხა გასვლაზე 2-1 და შეინარჩუნა ფავორიტის სტატუსი რაც შეეხება დანარჩენ 4 შეხვედრას აქ საინტერესო იყო პირველ რიგში მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება რეალ სოსიედადთან სან სებასტიანში 1-1 დასრულდა როგორც უკვე აღნიშნეთ ეს მატჩი ასე რომ ოლდ ტრაფორდზე მომავალ ხუთშაბათს საპასუხო შეხვედრა მოულოდნელი შედეგების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ სტამბულში ფენერბახჩეს მარცხი გლაზგო რეინჯერსთან 1-3 ჟოზე მოურინიოს გუნდის ასრული კრახი საკუთარ მოედანზე და ალკმარი ტოტენჰემი კიდევ ერთი საინტერესო წყვილი ნიდერლანდულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე მოახერხა ტოტენჰემის დამარცხება აქ მინიმალური სხვაობრივ ანგარიში 1-0 დაფიქსირდა უმრავლესობა შეხვედრების უმრავლესობაში როგორც ევროპა ლიგაზე ასევე კონფერენს ლიგაზე საპასუხო მატჩები გაარკვევს გამოკვეთილი ფავორიტები რა თქმა უნდა აქაც არიან ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე იგივე არსენალი რომელსაც შეუძლია საერთოდ არს გავიდეს მოედანზე ლამის ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით 7-1 მოგება იგივე მოკლედ გველი საინტერესო მატჩები თუმცა არის გამოკვეთილი ფავორიტები რომლებიც ინარჩუნებენ ამ სტატუსს ეხლა მინდა კალათბურთზე გადავიდეთ. კალათბურთზე დღეს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ევროლიგაზე გაიმართება მორიგი შეხვედრები. ბოლონის ვირტუსი თორნიკე შენგელიას გუნდი ერთ-ერთი აუთსაიდერი იმდინარე ტურნირის სტამბულში ანადოლუ ეფეს სტუმრობს. დღის პირველი შეხვედრა ეს დღევანდელი დღის პირველი მატჩი 10-ის ნახევარზე დაიწყება ჩვენი დროით და თორნიკე შენგელიას ხათრით ეხლა რა თქმა უნდა. ჩვენი დროით კი ბატონო ეს გუნდი ინტერესს იმსახურებს ჩვენს ინტერესს. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრებს ეს 28 ტური გახლავთ ევროლიგაზე. ტური წინა დღეს გუშინ წინ გაიხსნა ფრანგული დერბი პარიზი მონაკო ეს შეხვედრა მონაკო მოიგო გასვლით შეხვედრა მონაკოში შევახსენოთ კიდევ ერთხელ მსმენელს რომ სამსწრელო შტაბში მანუ ჩარმარკოიშვილი მოღვაწეობს და ერთ-ერთი თავარი ასისტენტია ასე თქვა თავარი მშნელისა და ეს არის ქართველი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის პირველი ნაბიჯები უნდა ითქვა სამსწრელო საქმიანობაში და ეს არის კარგი შედეგი არა მხოლოდ მისთვის პერსონალურად არამედ ჩვენთვის ქვეყნისთვის მისი სამწვრთნელო გამოცდილებაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება რა თქმა უნდა უნდა აღინიშნოს და მინდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზეც ვთქვათ ორი სიტყვით დღეს უბრალოდ გუშინ გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის ბოლო ორი შეხვედრა მოიგო თბილისის დინამომ რომელმაც პირველი სამი ფულა ჩაიწერა აქტივში 2-1 მოიგეს დინამოელებმა დინამო არენაზე ორი შეხვედრა ამ ტურისაკი უგოლოდ 0-0 დასრულდა რაც შეეხება ჩემპიონატის ლიდერს ამ წუთისთვის ლიდერი მოქმედი ჩემპიონი იბერია გახლავთ რომელმაც მეორე ტურში ქუთაისის ტორპედოს ლია 2-0 ტური არასრულია ჩემპიონატი უფრო კონკრეტულად პირველი ტური უამიდობის გამო გადაიდო და 1 აპრილს გველის პირველი ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა ასე რომ საქართველოს ჩემპიონატიც ძალებს იკრებს რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ მატჩებს უგოლო დასრულდა როგორც უკვე აღნიშნეთ ორი მატჩი გაგრა გორის დილა თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი და ასევე საგარეჯოს გარეჯის და ბათუმის დინამოს დაპირისპირება რომელიც
თბილისში გაიმართა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სადარიგო მოედანზე. დინამომ კი წყალტუბოს სამღურალს ლია 2-1, რაც შეეხება 1 აპრილის მატჩებს, ბათუმის დინამო, თბილისის დინამო, ბათუმში გაიმართება ეს შეხვედრა. პირველი ტურის გამოტოვებული შეხვედრა სამგურალი კოლხეთს და გორის დილა საგარეჯოს გარეჯს მიიღებს ლიგის დებიუტანტს. ეს არის 1 აპრილის დაგეგმილი მატჩები, პირველი ტურის გამოტოვებული შეხვედრები, თუმცა მანამდე კერძოდ კი 9 მარტს კვირას დაიწყება მესამე ტური ტორპედო თელავის მატჩით, ქუთაისში გაიმართება ეს შეხვედრა. და ორშაბათ დღეს გველის კიდევ 3 მატჩი მესამე ტურისა გორის დილა საკუთარ მოედანზე გორში თბილისის იბერიას უმასპინძლებს, თბილისის დინამო გასვლით შეხვედრაში ფოთის კოლხეთს შეხვდება, ბათუმის დინამო საფეხბურთო კლუბ გაგრას და სამშაბათს 11 მარტს დასრულდება რიგით მესამე ტური წყალტუბოში სამგურალი საგარეჯოს გარეჯის წინააღმდეგ. რომ დაუბრუნდეთ კალათბურთს, დღეს გამთენიისას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა, მათ შორის ითამაშა გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიკმაც, რომელიც ბოლო პერიოდია ძალზე წარუმატებლად ასპარეზობს, ზედიზედ მეხუთე მარცხი, დასანანი მარცხი. ამ ბოლო შეხვედრების უმრავლესობაში ორლანდო თითქმის ბოლომდე იბრძვის, ინარჩუნებს ბოლო წამებამდე მოგების შანსს, თუმცა მარცხდება რაღაც აკლია. ჩიკაგო ბულსთან დამარცხდა დღეს ორლანდო 1-0 სხვაობით, რაც შეეხება 125-123 ორი ხულის სხვაობით, როგორც უბრალოდ სტუმრებმა მოიგეს ეს მატჩი. 40 ქულა ჩააგდო ბულსის ლიდერმა და ასე რომ ჩიკაგოსთან მორიგი მარცხი უნდა ითქვას, გოგა ბითაძე სათადარიგო და სკამიდან ჩაერთო მოედანზე, 17 წუთი 14 წამი დახო მოედანზეც, 8 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ასევე 1 ბლოკშოტი. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე, ასე რომ მარცხი კიდევ ერთი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ზედიზედ მეხუთე და ბუნებრივია გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა ორლანდომ, ეს გუნდი ახლა აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე მართალია არის ჯერ კიდევ პლეი-ოფის ზონაში, თუმცა თუ ასე გააგრძელებს შეძლო პლეი-ინის გარეშეც აღმოჩნდეს პლეი-ინის მიღმაც. რაც შეეხება სან-ანტონიოს სპურს, ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი სანდრო მამუკელაშვილის ამერიკაში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელის გუნდს სან-ანტონიო თავის მორიგ შეხვედრას ხვალ ჩაატარებს 8 მარტს და ეცდება სან-ანტონიო ბუნებრივია გამოასწოროს სატურნირო მდგომარეობა. სან-ანტონიო ამ წუთისთვის მე-13 ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში, მეტოქე კი საკრამენტო კინგსზე იქნება, რთული მეტოქე საკრამენტოში გაიმართება ეს შეხვედრა. ორლანდო მეჯიკი კი როგორც უკვე აღნიშნეთ მერვე ადგილზე იყო, თუმცა დღევანდელი მარცხის შემდეგ მე-9 ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო შეხვედრას ფლორიდული კლუბი მილოუგი ბაქსის წინააღმდეგ გამართავს. 9 მარტს გაიმართება აღნიშნული შეხვედრა. კალათბურთიდან თუ ამოწურე თემა, ფეხბურთით მინდა დავასრულოთ. ბოლო რამდენიმე წუთი, იმიტომ რომ საფეხბურთო სივრცეში ევროპულ კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მადრიდის რეალის დაბადების დღე არის 6 მარტი. გუშინდელი დღე იყო ჩვენ ამ თემას ფეხბურთზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ რეალზეც კი გამომახვილეთ ყურადღება, იმიტომ რომ ანჩელოტის შესაძლო წასვლა არ წასვლაზე ვსაუბრობდით. თუმცა 1902 წლის 6 მარტი იყო, როდესაც ოფიციალურად შეიქმნა ეს სამეფო კლუბი. აქვე აღნიშნავ, შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს, რომ მანამდე 1896 წელს არსებობდა საფეხბურთო კლუბი Sky და სწორედ მის ბაზაზე მერე უკვე შეიქმნა ის, რომელსაც დღეს ჩვენ ვეძახით მადრიდის რეალს, რომელიც ატლეტიკოსა და ბარსელონას გავსად ესპანეთში ჩატარებული აბსოლუტურად ყველა ჩემპიონატის მონაწილეა და ახლა რამდენი ჯილდო აქვს მოგებული და რამდენი რამე ატლეტიკი ბილბაოს ატლეტიკი. ხო, რამდენი როგორი ისტორია აქვს, რამდენი ფეხბურთელი თამაშობდა, რამდენი გიგანტი მოახერხეს რომ მოეზიდა. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი გულშემატკივარი დღესდღეობით 123 წლის არის. 123, ანუ საუკუნე და 23 წელი არსებობს. რეალზე უფრო ძველი გუნდებიც არის იგივე ინგლისს, მაგრამ ტიტულების ჩვენ ახლა ესპანეთზე ვსაუბრობთ. ტიტულების ხრივ რეალს
ნამდვილად ერთ-ერთი კლუბი ვერ შეედრება მოახლოესი, რა ვიცი რა მეგონი 10 წლების მანძილზე დაწევის შანსიც არ აქვს. ცალკე თემა არის ალბათ გალაქტიკოსაც წოდებული ეპოქა ფეხბურთელებისა, აი როდესაც დევიდ ბექჰემიც იმ შემადგენლობაში იყო საოცარი ფეხბურთელები არიან, ვინც გამოიარეს ზინედინ ზიდანი, რომელიც მანამდე იუვენტუსში იყო ზიდანი, მაგრამ იქ კიდე საერთოდ სხვა ზიდანი გახდა და ასე შემდეგ. ზიდანი ყველგან ზიდანი იყო, ბორდოშიც კი ძალიან მაგარი იყო თავიდანვე. ხო, მაგრამ აი როგორი მომენტია, იცი რონალდინიო, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და საფრანგეთშიც გადასარევად თამაშობდა და საოცარ რაღაცას აკეთებდა, სანამ ბარსელონაში არ გადავიდა. მანამდე არ გახდა ხო მეგა? ანუ რონალდინიო კი ბატონო, ჩემი ერთ-ერთი ყველა ეს საბოლოო. ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი ფეხბურთელია, იმიტომ რომ მას კიდევ უფრო ცოტა დიდხანს და კიდევ უფრო მეტი შეეძლო. 4 სეზონი ითამაშა. სამი სასწაული ოქროს სეზონი ქონდა, მოვიდა იკაშკაშა მეგადონეზე და წავიდა. მოკლედ რეალს დაუბრუნდა. სადაც სხვა ბარსელონელისგან განსხვავებით რონალდინიო არ გადასულა. ლუიშ ფიგუს გულისხმობ. და ლუიშ ფიგუ როდესაც ბარსადან გადავიდა რეალში, მაშინ ველგვერდიც კი შეიქმნა ანტიფიგუ მახსოვს სტუდენტი ვიყავი და ძალიან მღელვარი დაგიხვდნენ და დღემდე სამეფო კლუბთან დაპირისპირება ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო დერბი, ეს ფიგუზე განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ ბარსელონას გულშემატკივრები გვახლოს მახსოვს ხო გორის თავის როლა და იქ ანზღოს მაგრამ იყვნენ კიდე სხვა ფეხბურთელებიც მანამდე რომლებიც გადავიდნენ რეალიდან ბარსელონაში თქვა პირიქით ბარსელონა მაგრამ ასეთი რეაქცია არ ყოფილა იგივე ლუის ენრიკე PSG-ს მთავარი მწვრთნელი ხვიჩასთან მთავარი მწვრთნელი რეალის ფეხბურთელი იყო გადავიდა ბარსელონაში და რეალის კარში გატანილ გოლებს განსაკუთრებულად აღნიშნავდა ხოლმე, ხო? ნუ ეგ ასე ახლა სამუელ ეტოც ხო სწორად მახსოვს იქ თუ სწორად მახსოვს სამუელ ეტო მადრიდის აღზრდილი იყო თუ სწორად მახსოვს. ხო, მაგრამ მე ახლა ასეთ რაღაცას იგივე პიკე, რომელიც საერთოდ მანჩესტერში გაიზარდა, იქ როგორც იუნიორი მოდის და მე იმისთან განცხადების აკეთებდა აგიჟებდა რეალის გულშემატკივრებს, ხო? და გასაგებია რომ ეს საფეხბურთო დერბი არ იყო მხოლოდ ეს ამას ყველაფერს მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის პოლიტიკური სარჩული ქონდა, ხო? კატალონიის ეს მცდელობები და ხო იქ სამეფო ინსტიტუციის გამყარება და კლუბიც ხო ერთ-ერთი სადემონსტრაციო საშუალება იყო, რომ აი დომინანტია სამეფო, სიტყვა სამეფო ამ შემთხვევაში საფეხბურთო კლუბი და ნუ მართლაც ბევრი რამე შეგვიძლია ვისაუბროთ და თანამედროვეების ორი დიდი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი სწორედ მის სახელთან ასოცირდება როგორც არის კრისტიანო რონალდო. კი ბატონო. რომელიც წესით კიდე დარჩებოდა იქ ალბათ, მაგრამ კი, მაგრამ ეხლა მართალია კრისტიანო მოვლენა მსოფლიო ფეხბურთში, თუმცა თამაშობდნენ იქ ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს. ხო, შენ გალაქტიკო ახსენე. შეიძლება იმ შემადგენლობამ ზიდანის, რობერტო კარლოსის, რობერტო კარლოსის საერთოდ სხვა განზომილება. ბევრი ტიტულები ვერ მოიგეს, მაგრამ მათი თამაშის ყურება იყო სხვა აბსოლუტურად სხვა სიამოვნება იყო. და ფიქრობ მე მაგალითად მიმაჩნია პირადად და ძალიან ბევრიზე გამიგე რომ ამდენი ვარსკვლავის ერთად თავმოყრა და შემდეგ დიდ წარმატებებზე ფიქრი ცოტა რთულია. მარტივი ნამდვილად არ არის. აი ფლორენტინო პერეს ეს რაღაცა მაშინ ეს ბაზა და ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი სანამ ეს შეიქმნებოდა გალაქტიკო როგორც გვახსოვს ძალიან დიდი ჩავარდნა ჰქონდა რეალს ხო ეს არის 99-2000 წლების სეზონი როდესაც რეალი რაღაც სასწაულად აგებდა საკუთარ მოედანზე იქ სარაგოსასთან წააგო 5-1 თუ სწორად მახსოვს შემდეგ ვიგოლსეტასთან 6-2 თუ 5-2 აღარ მახსოვს მოკლედ ძალიან დიდი და შემდეგ მოვიდა დელ ბოსკე 2000 წელია და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ძლივს გაძვრა გუნდი როგორც კიევის დინამოსთან მოხვდა. მაშინ კიევის დინამოს ჰქონდა შანსი რომ დემეტრაძე თამაშობდა მაშინ კარგად მახსოვს თუმცა რობერტო კარლოსის ჯარიმი ჩორეული ჯარიმით ერთ-ერთი სრულიად მითიც ეს კაცი გამოირჩეოდა ნუ რა ვიცი ახლაც კი ვთქვა მაგრამ უკვე შენჩეკო აღარ იყო კიევის დინამოში და შეიძლება მაგრამ მაინც ლამანოვსკის კიევის დინამო თამაშობდა ხო არა მე რობერტო კარლოსზე ვამბობ რომელსაც შორიდან გოლების გატანა ყველაზე ლეგენდარული ალბათ იმას საფრანგეთს გაუტანა ჩემპიონატზე ფიზიკურ კანონებს რომ არ ემორჩილებოდა
და გავიდა მეოთხედ ფინალში, როგორც გახსოვს და Manchester United-ი გამოკვეთილი ფავორიტი იყო არა მარტო წვილის ტურნირის და Manchester United-ს საშინაო 0-1 ფრის შემდეგ იქ Old Trafford-ს ამიტომ მოგო Redondos საოცარი თამაში გახსოვს მაშინ ხო და იქ ის თამაში დაუვიწყარია ის ვისაც ახსოვს ეს თამაში ვინც უნახია იქ სკოლზის პენალტი რაღაც სასწაული პენალტი და ბექემის ფანტაშორის და მოიგო ლიგა მაგ პერიოდში მაშინ გამოჩნდა იგივე იკერ კასილასი 16 თუ 17 წლის იყო და დელ ბოსკე მე დგება და წამოვიდა მე უკვე გალაქტიკო ფანტაშორის აი იმ პერიოდში რაღაც ბევრი იყო ბრიტანელი მაკმანამანი გახსოვს? როგორ არ მახსოვს ჩემი ეს საყვარელი ლივერპულის მაკმანამანი ბოლომდე მაინც ვერ გაშალა ფრთები რეალში ხო არ მიეცა საშუალო მაკმანამანის გოლი გახსოვს ვალენსიას კარში ჩემპიონთა ლიგის ფინალში რა ვიცი მე მგონი ერთ-ერთი ულამაზესი ზიდანის გოლთან ერთად ლევერკუზენს რო გაუტანა რაღაც ასაური და ასევე მაკმანამანის გოლი რომელიც და ვიცი და მე დამრჩა მოგონებაში როგორც ჩემპიონთა ლიგის მე შეიძლება ვწდები მაგრამ იმ პერიოდში მახსოვს რომ რაღაც ბრიტანელები ბეტნი იყვნენ რა მადრიდის რეალში რაოდენობრივად შედარებით და ახლა რა ვიცი ბრიტანული სკოლის მაკმანამან მაგახსნა შეიძლება მე მაიკლ ოვენი იყო მე იყო მაიკლ ოვენი ლიდს იუნაიტედიდან პატარა ბიჭი გადავიდა რომელსაც ტრავმის გამო ვერ ასევე ბოლომდე ვერ გაუხსნელი რეალში ჩემი აზრით არის ბეილი რომელსაც შეეძლო რაღაც ითამაშა და კარგად ითამაშა მაგრამ მგონია რომ აი კიდე უფრო გიგანტური ფეხბურთი რასაც ქვია რა ეს აბეზილებაში უფრო მეტი შეეძლო ხო ბეილის ხო ნუ იქ იყო რაღაც ბევრი რაღაცა არის ეს ხო ხასიათი მდგომარეობა ხასიათის ეთქობა ნოტარული ხასიათის ეს იყო ჩანდა ხო იქ და იწერებოდა კიდევაც მაგრამ რა ვიცი ითამაშა თავისი მიიღო ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო იმ პერიოდში და ნათქვამიც აქვს ხო სათადარიგო დასკამზე ვიჯდები ხელფასი მოდისო და არ არის ჩემთვის დიდი პრობლემა ანუ არ ქონდა იმას რომ მოხდა ვითამაშდა თუ გინდა სხვა რეალიდან სხვა კლუბში გადავიდე ხო ასე რომ რეალის გულშემატკივრებს მიულოცოთ კი მიულოცოთ და მოდი საყვარელი კლუბი მე მყავს ბევრი ახლობელი მეგობარი რომლებიც რეალის თავგადაკვლევად საქართველოს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და როდესაც ბარსელონა დომინირებდა იმ პერიოდში ეს ბოლო წლებია თუ ბარსელონა დომინირებს რეალთან ურთიერთობაში ახლა ყოველ თამაშის შემდეგ ურეკავდი ხოლმე არ მიყურებია და რა ანგარიში დამთავრდა მითო არ ვიცი ხო მაგრამ ახლამდელი ზოგიერთი არ პასუხობდა ზარს ახლა ბარსა იკრიბავს ძალებს ნელ-ნელა და რეალი უფრო მდგრადაა წლევანდელი 4-0-ის შემდეგ და იქ მერე სუპერთასზე გაანეს არ ვიცი ახლა მალე იქნება კიდევ გველის უკვე კარგად ანუ შარშანდელი შედეგი რეალთან კარგად ასახეს ციფრებში 20-24 მოდი კიდევ ერთხელ ამ დიდი კლუბის მოანაგარი გავიხსენოთ და თქვა თუ რამდენი აქვს დიდების დარბაზში მას მოთავსებული იმ შედეგების სახით რასაც ქვია სხვა ტიპის, სხვა ფორმატის საფეხბურთო ჩემპიონატების გამარჯვება. ესპანეთის ჩემპიონი იყო 36 ჯერ, ესპანეთის თასი 20 ჯერ აღმართეს, სუპერთასი ესპანეთისა 13 ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 15 ჯერ, ნუ ესეც თალკე თემაა, ლიგა, ევროპის ლიგა, UEFA-ს თასი, რასაც ქვია 2 ჯერ, სუპერთასი UEFA-სი 6 და საკლუბო ჩემპიონატი მსოფლიოსი 9 ჯერ მოიგეს. ამიტომაც იყო ალბათ მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად იყო დასახელებული. მადლობა კახა, რადიო ემედის მსმენელს ვეტყვი რომ ახლა 9 საათი 57 წუთი გახლავთ, 48 მანიშნებენ, დასრულდა დილის სპორტული მიმოხილვა, მოგვიანებით მე უკვე 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით, ხოლო კახა დღის განმავლობაში არაერთ გამოშვებას შემოგთავაზებთ სპორტის სიახლეებით დატვირთულს. მადლობა დროებით. ეს არის